თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულებულია. ქემალ მემისოღლუმ ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა. თურქეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების და მეტი ერთობლივი პროექტის შესრულებისთვის, მათ შორის ჯანდაცვის სფეროში. ნინი მაისურაძე გიამბობთ. თურქეთსა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ერთობლივ პროექტებს, პროფესიულ განათლებასა და სამედიცინო ტურიზმის განვითარებას ითვალისწინებს. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი დელეგაციასთან ერთად ლუგარის ლაბორატორიას ეწვია. ახლო მომავალში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება. აქ იგულისხმება როგორც ზოგადად მაგალითად სამედიცინო ტურიზმთან დაკავშირებული საკითხი, იმავდროულად სამინისტროების სისტემების ძალისხმევის გაერთიანება, როგორც დაავადებათა პრევენციის მიმართულებით, ისე იმავდროულად ბუნებრივია სამკურნალო საშუალებებისა და მეთოდების გამდიდრების თვალსაზრისით. სურს გავაღრმავთ და გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიურ საკითხებში. მომსახურების მიწოდების თვალსაზრისით ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ჯანდაცვის სფეროში და ყოველთვის მზად ვართ ჩვენი გამოცდილება საქართველოს მთავრობას გავუზიაროთ. სტრატეგიულ პარტნიორობასა და ჯანდაცვის სფეროში მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა. ჯანდაცვის სფეროში თურქეთი რეგიონული ლიდერია. საქართველოს მთავრობის მიზანი კი ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემის შექმნა, თურქეთის გამოცდილების გაზიარება, ონკოლოგიური დარგების გაძლიერება და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაა. კიდევ ერთხელ დავადასტურე, საქართველოს მზადყოფნა კიდევ უფრო მეტად გავაღრმავთ პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. იმედი მაქვს, რომ ჩვენი შეხვედრა დადებით წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში. ვიზიტი საქართველოს პარლამენტში გაგრძელდა, სადაც თურქი მინისტრი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. ძირითადი აქცენტი მდგრადი და თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზე გაკეთდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა როგორც თურქული, ასევე ქართული მხრიდან ჩვენ მრავალწლიან თანამშრომლობას და ისახა მომავლის გეგმები, როგორც ჯანდაცვის, ასევე ფარმაციის სფეროში. პრაქტიკული, ტექნოლოგიური და კლინიკური წინსვლისთვის თურქეთთან პარტნიორობა საქართველოს ჯანდაცვის განსავითარებლად მნიშვნელოვანი რესურსია.